არ მithქვია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მესტიის რაიონში არ არის ბუნებრივი აირის სისტემა შემოყვანილი. ხოლო საქართველოს აბსოლუტურ უმრავლეს, მოგეთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბუნებრივ აირის ქსელზე წვდომა აქვს. რაც აი თეატრში რო შევხედოთ რუკაზე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას გააჩნია წვდომა ბუნებრივ აირზე. რას ნიშნავს ეს? ახლა ხო გამოგვივიდა ჩვენ რომ დაახლოებით 3-ჯერ მეტი დანახარჯი გამოუვიდა მესტიის რაიონს ერთსულ მოსახლეზე ელექტროენერგიისა 2025 წელს საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ანუ ლაპარაკია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბუნებრივი აირის ფაქტორი დაახლოებით 2-ჯერ ამცირებს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარებას, თუ მეტჯერ არა. დაახლოებით 2-ჯერ მაინც. უხეში გადაანგარიშებით თქო. ანუ რას ნიშნავს? ვინაიდან მესტიის რაიონში არ არის ბუნებრივი აირი, ანუ ეს 11,000 რო გამოგვივიდა ერთსულ მოსახლეზე დანახარჯი, მაგალითად საქართველოს მასშტაბით რო არ ყოფილიყო ბუნებრივი აირი, თქვათ 3,250 კილოვატის მაგივრად ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ელექტროენერგიის ხარჯისა, რო არ ყოფილიყო ბუნებრივი აირი, დაახლოებით 7,000 გამოვიდოდა. ანუ ის 11,000 ამ შემთხვევაში უნდა ჩამოვიყვანოთ დაახლოებით 5,500-მდე. ანუ უნდა გავანახევროთ. ანუ გამოდის, რომ ბუნებრივი აირის არარსებობის ფაქტორიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის ქსელი რო ყოფილიყო მესტიის რაიონში, ის 11,000 რაც გამოგვივიდა ერთსულ მოსახლეზე დანახარჯი, ანუ 11 მეგავატი მესტიის რაიონში ელექტროდენისა 2025 წელს დაახლოებით 5,500 გამოდის. ანუ დაახლოებით 3,250 ხო გამოდის საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და აქ ჩამოვიდა 5,500-მდე. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს უკვე რომ 2-ჯერ მეტიც არ გამოდის ერთსულ მოსახლეზე მესტიის რაიონის მიერ ელექტროენერგიის დანახარჯი. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საშუალო დანახარჯისა 2025 წლის განმავლობაში. ანუ 11,000 გავუყოთ 2-ზე 5,500 და 3,200 მესტიის რაიონის მასშტაბით და მესტიის რაიონის ტერიტორიებზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მასშტაბით ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა. ანუ დაახლოებით 1,6-1,7-მდე შემცირდა სხვაობა. არადა მედიაში აჩვევენ საზოგადოებრივ აზრს საქართველოს მასშტაბით, რომ მესტიის რაიონი ხარჯავს კოლოსალური რაოდენობის ელექტროენერგიას 10-ჯერ და 13-ჯერ უფრო მეტს და ასე შემდეგ. ახლა ხო ჩამოვედით 5,500 კილოვატამდე ერთსულ მოსახლეზე, ანუ იმ შედარებებით, იმ პრინციპით. ახლა დააკვირდით, მესტიის რაიონი საშუალოდ არის გაცილებით უფრო ცივი კლიმატურად, ვიდრე საქართველოს ტერიტორია მთლიანობაში საშუალოდ. ანუ საქართველოს მესტიის რაიონის დასახულებული პუნქტების საშუალო წლიური ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე მთლიანობაში საქართველოში დასახულებული პუნქტების საშუალო წლიური ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ მესტიის რაიონში, აგერ რუკაზეც რო შევხედოთ, ახლა საქართველოს ტერიტორია ხო ძალიან მთაგორიანია, მაგრამ შევხედოთ აგერ მესტიის რაიონს, აი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთიანი რაიონი, მთიანი ტერიტორია საქართველოში. და მაგალითად, აი შედარება რო გავაკეთოთ, მაგალითად იანვარში მოწმენდილ ამინდში, ბათუმში თუ არის დილისკენ 0 გრადუსი, ამ დროს ქუთაისში არის დაახლოებით -2, -3 გრადუსი. ამ დროს თბილისში არის დაახლოებით აგე ბათუმის ცენტრში, ბათუმის ბულვარზე თუ არის დაახლოებით 0 გრადუსი გამთენიისას მოწმენდილ ამინდზე იანვარში, ამ დროს ქუთაისში არის დაახლოებით -2, -3 გრადუსი, ამ დროს თბილისში არის ქუთაისის ცენტრში, ამ დროს არის დაახლოებით -2, -3 გრადუსი ტემპერატურა, ხო თბილისის ცენტრში ამ დროს არის დაახლოებით -5 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო მესტიის ცენტრში ამ დროს არის დაახლოებით -15 გრადუსი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივად მესტიის რაიონში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მესტიის რაიონი ითხოვს მეტ ენერგო დანახარჯებს იმისათვის, რომ მოხდეს იგივე ფართობის გათბობა, რაც მაგალითად ბათუმში, ქუთაისში, თბილისში თუ რუსთავში თუ თუნდაც ასე ვთქვათ, სოფლურ დასახლებების უმრავლესობაში საქართველოში.
ანუ ბუნებრივი პირობებიდან, კლიმატიდან გამომდინარე, მესტიის რაიონი ბუნებრივადაც უფრო მეტ ენერგიას უნდა ხარჯავდეს, ვიდრე ამ შემთხვევაში ელექტროენერგიაზე მაქვს კონკრეტული ლაპარაკი, ვიდრე საშუალოდ საქართველო. და ანუ ამ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, ის 5500 რო გამოგვივიდა ერთსულ მოსახლეზე დანახარჯი იმ პრინციპით, რაზეც მე უკვე ვილაპარაკე მესტიის რაიონში და 3250 საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირდება, ანუ დაახლოებით 60% სხვაობამდე ხო ვიყავით მისული ამ კონკრეტული ანგარიშით. თუ გავითვალისწინებთ კლიმატის პირობებს და ის რომ მესტიის რაიონი საშუალოდ გაცილებით უფრო ცივი კლიმატისაა, ვიდრე საშუალოდ მესტიის რაიონის დასახლებები, ვიდრე საშუალოდ საქართველოს ტერიტორიების დასახლებები, ანუ ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირდება და საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ ჯამური ციფრი დაახლოებით 40-50%-იანი მეტი ხარჯი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მესტიის რაიონში საქართველოს საშუალო მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მიერ ელექტროენერგიის ხარჯის საშუალო მონაცემებთან შედარებით, ასევე ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. კვლავ ვიმეორებ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა. ანუ შედეგი გამოვიდა ის, რომ არასწორი ინფორმაცია თითქოს მესტიის რაიონი ხარჯავს ძალიან დიდი რაოდენობით, კოლოსალური რაოდენობით ელექტროენერგიას. არასწორი მით უმეტეს ის, რომ 10-ჯერ და 13-ჯერ მეტსო, არანაირი 10-ჯერ და 13-ჯერ მეტი, არანაირი 5-ჯერ მეტი, არანაირი 4-ჯერ მეტი, არანაირი 3-ჯერ მეტი და ასე დეტალებში თუ დავიანგარიშებთ, არანაირი 2-ჯერ მეტი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ელექტროენერგიის ხარჯვას ადგილი მესტიის რაიონში არა აქვს. საქართველოს საშუალო მონაცემებთან შედარებით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით.